დღეს აძური ევროპის ჩემპიონატის 2016 წლის გათამაშებაში უკვე ჯგუფში მეორე ტურის მატჩს გამართავს, სადაც მათი მეტოქე ზლატან იბრაგიმოვიჩის შვედეთის გუნდი იქნება. ფორზა იუეჯი წარმოგიდგენთ ჯანლუიჯი ბუფონის და ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენციას. მატჩის წინ კონტე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა ცდილობდა ფეხბურთელებისთვის კონცენტრირება შეენარჩუნებინა, აღნიშნავდა, რომ ბელგიასთან ჩატარებული კარგი მატჩი კი მისასალმებელია, თუმცა წინ არაერთი დიდი გამოცდაელით. ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია, ბიჭები წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ბელგიასთან ჩატარებული კარგი მატჩი ბევრს არაფერს ნიშნავს. გამარჯვებამ თამაშებისადმი დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს. მინდორზე კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. თითოეული მატჩი დაძაბული და რთული იქნება. ამის კარგი მაგალითია საფრანგეთის ნაკრები. ალბანელები 90 წუთის მანძილზე იგერიებდნენ მათ იერიშებს, თუმცა წუთიერმა მოდუნებამ ან შეიძლება დაღლილობამ საბოლოო ჯამში 2 გოლი გამოიწვია მათ კარში. ბევრს ვაკრიტიკებენ ჩემ გუნდს, მაგრამ ჩემის აზრით 23 საუკეთესო იტალიელისგან შედგება ამ ეტაპზე იტალიის ნაკრები. ანტონიო კონტეს, რა თქმა უნდა, იბრაგიმოვიჩთან დაკავშირებითაც მოუწია პასუხისგაცემა, რომელიც მეტოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ზლატანი იმდენად ძლიერია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ლიგას დაამშვენებს. შვედებს ყავთ მაღალი დონის ნაკრები, რომელსაც გამორჩეული ლიდერი ყავს შეტევაში. თუმცა არ ვთვლი, რომ სკანდინავიელებიდან ხიფათის შექმნა მხოლოდ იბრას შეუძლია. მაგალითისთვის საკმარისია დავასახელო მარკუს ბერგი და ჯონ გუიდეტი. მოწინააღმდეგის თამაში კარგად უნდა შევისწავლოთ და გავანალიზოთ, რა არის მათი სუსტი მხარეები. ეს გახლდათ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია, რომელიც თქვენთვის მოამზადა ფორცა იუეჯი.